პატიმრობაში მყოფმა ბიზნესმენმა გიორგი ჩიკვაიძემ შიმშილობა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ჩიკვაიძის დედა ეკა წერეთელი ავრცელებს. მისი თქმით, მისმა შვილმა შიმშილობა განხორციელებული ზეწოლების გამო დაიწყო. ეკა წერეთელი ამბობს, რომ ჩიკვაიძეს მშობლებთან პირისპირ შეხვედრის შესაძლებლობას არ აძლევენ. ის პასუხისმგებლობას გლდანის მერვე დაწესებულების ახალ დირექტორს რამაზ ფირცხალავას აკისრებს. ამ თემასთან დაკავშირებით მოგვიანებით განცხადება გაავრცელა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა. როგორც უწყების ინფორმაციაშია ნათქვამი, გავრცელებული ცნობები თითქოს გიორგი ჩიკვაიძეს ციხეში პაემნის უფლება ეკრძალა, სინამდვილეს არ შეესაბამება. სპეციალური პენიტენციური სამსახურის განმარტებით ჩიკვაიძეს სექტემბრის თვეში ხანმოკლე პაემნის უფლებით სარგებლობის ლიმიტი ამოწურული აქვს. 7 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ქართული ოცნების ყოფილ მხარდამჭერ ბიზნესმენს გიორგი ჩიკვაიძეს 9 წლით, მის ბიზნეს პარტნიორ ირაკლი პაპიაშვილს კი 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მათ დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისებას ედავებოდნენ. გიორგი ჩიკვაიძე თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და ამბობს, რომ მას რეჟიმი პოლიტიკურად დევნის.